ესეც უკვე მეათე გაკვეთილი ტრეიდინგის ჟურნალზე და ამ ანალიზზე ზოგადად რაში გვჭირდება ეს ჟურნალი, რა უნდა ჩავწეროთ ამ ჟურნალში, როგორ უნდა და აი საერთოდ რაში დაგვეხმარება ეს ყველაფერი რა. ამის მთავარი მიზეზები შეიძლება იყოს ეხლა ნახე. ძალიან მარტივად რო ახსნათ. ჟურნალში უნდა ჩავწეროთ ყველა ტრეიდი, რასაც ვითრეიდებთ. მაგალითად, როდის გავხსენთ ტრეიდი, რომელი საათი იყო, რომელი დღე იყო, რა რიცხვი იყო, სიტყვაზე ყველაფერს ჩაიწერ, რატო გახსენი მიზეზი, დეტალური ანალიზი სიტყვაზე liquidity, 1 საათიანზე რა სურათი იყო, 1 წუთიანზე რა სურათი იყო, რომ ტრეიდი გახსენი, მაგ დროს ტრეიდი რო გახსენი, ემოციურად როგორი მდგომარეობა გქონდა და შედეგი რა თქმა უნდა. შედეგი უნდა ჩაწერო სიტყვაზე ამდენი და ამდენი, ან თუ break even-ზე იყავი, ან break even-ზე გავსტოპდი და ზუსტად ამდენი და ამდენი გავაკეთე, ან წავაგე ამდენი. ყველაფერს ჩაიწერ და ეგ ყველაფერი რა ხდება ახლა? როცა ფურცელზე იწერ, ტვინს სხვანაირად აღიქონს ყველაფერს, იმახსოვრებს მაგალითად შეცდომებს, მაგალითად შეგიძლია 1 კვირა ჩაწერო, რასაც აკეთებდი ტრეიდინგში. შაბათ კვირას გადახედავ, უბრალოდ გადაიკითხავ და დაინახავ რა შეცდომებს უშვებდი და მე უკვე ტვინი ავტომატურად როცა მარკეტზე დაждები, მაგ შეცდომებს ავტომატურად აღარ გაიმეორებს, იმიტომ რომ ჩაწერილი გექნება, გადახედავ, დაინახავ, რომ აი ეს შეცდომა დაუშვი და უკვე გეცოდინება ყველაფერი და ეგ დიდ გავლენას ახდენს. ასევე მინდა მოგიყვეთ სავაჭრო პლატფორმა XT-ის შესახებ, სადაც შეგიძლიათ ივაჭროთ ფიუჩერსებზე. XT არის ყველაზე სანდო პლატფორმა კრიპტობაზარზე და ჩვენი ლინკით რეგისტრაციისას მიიღებთ $30 სავაჭრო კაპიტალს და პლუს $50 ვაჭრობის შემთხვევაში, ესე რომ დარეგისტრირდით xt.com-ზე და ივაჭრეთ ფიუჩერსებზე უსაფრთხოდ. ხო, აი ეგენის რაც აქ გვიწერია, ყოველ ტრეიდში უნდა იყოს სეტაპი, იყო თუ არა ყველა წესი დაცული, წესი თუ დაარღვიე, მაგალითად, რატო დაარღვიე წესი, რატომ შევედი, რას გწოვდი, entry, stop loss take profit, რომელ მარკეტზე შეხვედი, რაც შეიძლება მეტი დეტალი რო ჩამოწერო, ეგ იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია გექნება შენი ვაჭრობის შესახებ, მეტი ინფორმაცია გექნება სტრატეგიის შესახებ. და მესამე რა გვიწერია ანალიზი, ხო, კვირის ბოლოს კითხულობ სიტყვაზე გადახედავ, მაგალითად შაბათ კვირას ტრეიდინგი არ არის, გადახედავ შენ ჟურნალს, რომელიც აუცილებლად ფურცელი უნდა იყოს ჩემი აზრით და არა კომპიუტერში, ჩემი აზრით, მაგრამ რა შეგიძლია კომპიუტერშიც გააკეთო, მაგრამ უკეთესია ფურცელზე, ხო და გადახედავ კვირის ბოლოს, წაიკითხავ შეცდომებს, მაგალითად ეს შეცდომა დაუშვი, ამიტომ დაუშვი ეს შეცდომა, იმიტომ რომ liquidity-ს უნდა დავლოდებოდი, ან 1 წუთიან დადასტურებას უნდა დავლოდებოდი, ან თუ არ დაარღვიე წესი, აი ეს გავაკეთე კარგად, ეს გავაკეთე და რატომ გავაკეთე ეგ წას კარგად. ეგ პროცესის აღქმაშიც გეხმარება და თან უფრო ალამაზებს ტრეიდინგის პროცესს რა, მარტო მარკეტზე რო უყურებ, მაგრამ სადღაც რო იწერ, უფრო ლამაზი ხდება პროცესი და თან ეგ გეხმარება. შეცდომებს აღარ გაიმეორებ მაგის მერე, რაც ჟურნალი გექნება, ასე რომ ჯერ ერთი რას ცისწავლი ყველაფერი ჩაწერე, გადაავსე ჟურნალები, რასაც ქვია, მაგრამ მერე უკვე როცა ტრეიდინგზე გადახვალ, აი ამ 3 წესის მიხედვით, რომელი შეცდომა მეორდება, სარღვარ წესებს და რა მუშაობს რეალურად, მაგ ყველაფერს მიაქცია ხოლმე ყურადღება რა. და იმ ანალიზს რო გააკეთებ, მე უკვე უკეთესად დაინახავ ყველაფერს. ეს ესეთი basic რაღაცა არის, რაც შეიძლება სხვაგანაც გქონდეს გაგონილი, მაგრამ უნდა ვთქვა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის ჟურნალი, ანუ მეტი ყურადღება უნდა მიაქციო, მეტად ყურადღება მისაქცევია, ვიდრე შენ ფიქრობ ახლა. და აი ეს რაც აქ გვიწერია, ხო, ზუსტად ასახავს ჟურნალის მნიშვნელობას ტრეიდინგში და თუ გონია რომ ეგ არ არის მნიშვნელოვანი რაღაც, ხდები, იმიტომ რომ დაწერე ჟურნალი, ერთ თვეს სტრატეგიას გაყევი და ნახავ ერთ თვეში რამდენი შეცდომა აღმოიფხრება და რამდენი რაღაცას დაინახავ.